მოიცადე არ გახვიდე, თუ გინდა რომ შენ ცხოვრებაში მოიზიდო კეთილდღეობა, ხვავი, ბარაქა, სიყვარული, ზუსტად არსებული ვიდეო არის შენთვის. როგორც დაგკვირდით, კონკრეტულად ჩავწერდი ინფორმაციულ ვიდეოს, როგორ გამოვიყენოთ კონკრეტულად 30 ივნისის სავსე მთვარეობა, ეგრეთ წოდებული მარწყვისებრი სავსე მთვარეობა, ხო? შესაბამისად, ეხლა მე აგიხსნით რამოდენიმე პრაქტიკას, რამოდენიმე ასე ვთქვათ მიმართულებას, რომელიც შეგიძლიათ თქვენთვის უკეთესი ცხოვრების სასაცილად გამოიყენოთ. პირველი კონკრეტულად რაც უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თქვენ სახლში მოიზიდოთ თქვენ სახლში ფინანსური ენერგიები, რას ვაკეთებთ. ავიღებთ ჩვეულებრივ, ასე ვთქვათ, წყალს, ონკანიდან აღებულ ჩვეულებრივ შეგიძლიათ აავსოთ, აიღებთ ტილოს, რომლითაც გადაწყვეტათ ნივთების გაწმენდას. ხო, შეიძლება იყოს იატაკი, თუ კი ესეთი იქნება, რომ პირობითად არ გააფუჭებს, ხო, დარიჩინი, ან სარკე იქნება თუ ნებისმიერი სახის ნივთი, რისი გაწმენდაც გინდათ. რას ვაკეთებთ? ავიღებთ წყალს, ჩვეულებრივ ჩავასხავთ წყალს, ჩავდებთ ტილოს და ზემოდან მოვაყრით რა თქმა უნდა დარიჩინს. დარიჩინი ზოგადად ეს არის ფინანსური ენერგია, შესაბამისად წყალთან ერთად ვააქტიურებთ ფინანსურ ენერგიას, რომ შემოვიდეს ჩვენ სახლში, სადაც ვიმყოფებით, ხო, სადაც ცხოვრობთ. შეიძლება ნაქირავები იყოს, მაგრამ იმ ადგილას იმ მომენტისთვის ცხოვრობთ თქვენ და თქვენზე არის კონცენტრირება და აქცენტი გამაყვილებული, რომ მოიზიდოთ ფინანსური ენერგიები. კარგად გარეცხავთ არსებულ დარიჩინიან წყალში, კარგად გახსნით დარიჩინს არსებულ წყალში და ამ ტილოთი გაწმენდავთ ყველა იმ, ასე ვთქვათ, ნივთი იქნება, იატაკი იქნება თუ ნებისმიერი ადგილი, სადაც იმყოფებით სახლში და აქტიურად ხართ ხოლმე. შესაბამისად, ამ ყველაფერთან ერთად უნდა გქონდეთ სერიოზული განწყობა და დამოკიდებულება, რომ მსგავსი ქმედებით შენ იმიტომ აკეთებ, გააზრებული უნდა გქონდეს ეს ყველაფერი, რომ შენ ცხოვრებაში მოიზიდო შენ სახლში, მოიზიდო ფინანსური კეთილდღეობა, ხვავი და ბარაქა. ესეთი რაღაც შეგიძლიათ რომ გააკეთოთ. შემდეგი, რაც უნდა გააკეთოთ მეორე, ეს არის კონკრეტულად პირადი თემებთან დაკავშირებული სიტუაციები. შეიძლება გყავდეთ კონკრეტული პიროვნება და გინდოდეთ ურთიერთობის უფრო მეტად გამყარება, ან კონკრეტულად ამ ეტაპისთვის რაღაცა საწყისი ეტაპი შეიძლება იყოს პიროვნებასთან თქვენ ცხოვრებაში და გინდათ რომ ეს კავშირი უფრო მეტად გამყარდეს. მსგავს შემთხვევაში რას ვაკეთებთ? მაღლით ადგილას პირველი ჯერ მაღლა რასაც დაწესთ თქვენ სახელს, რაც გქვიათ. ძირითადად შეიძლება პირადობაში სხვა რამე გქონდეთ ხო სახელი, შეიძლება ისე სხვა რამე გერქვათ, მაგრამ უმჯობესი არის რაც გქვიათ ოფიციალურად ეს სახელი რო დაწეროთ თქვენი. დაწერთ თქვენ სახელს 11 ჯერ, თქვენი სახელის დაბლა უნდა დაწეროთ კონკრეტულად იმ ადამიანის სახელი, ვისთანაც გინდათ რომ ურთიერთობა უფრო მეტად დალაგდეს და გაგემყარდეს. ანუ 11 ჯერ რო თქვენ სახელს მაღლა დაწერთ ფურცელზე, სადაც სურველი არის, თუ იქნება დაბახის ფურცელი, ან ისეთი ფურცელი, სადაც წარწერები არ ექნება, თუნდაც დახაზული იყოს, ხო? და თქვენი სახელის დაბლა, სადაც 11 ჯერ დაწერთ, დაბლა უნდა დაწეროთ 11 ჯერ იმ კონკრეტული ადამიანის სახელი, ვისთანაც გინდათ რომ გაგემყარდეთ ურთიერთობა. შემდეგ უშუალოდ თქვენ, ასე ვთქვათ, საყვარელ სუნამოს დაასხავთ არსებულ ფურცელს და უნდა გაიტანოთ მთვარის შუქზე ისე, რომ მთვარე პირდაპირ ანათებდეს არსებულ ფურცელზე დაწერილი რაც არის. ხო, სასურველი არის მინიმუმ 9 საათი მაინც გააჩეროთ, რომ მთვარის შუქი პირდაპირ, ასე ვთქვათ, ეცემოდეს პირდაპირ მნიშვნელობით, რომ მოხდეს დამუხტვა არსებული სიტუაციის გააქტიურება პირდაპირ მნიშვნელობის. ხო, ანუ ეს საკმაოდ ძლიერი არის და რა თქმა უნდა კონცენტრირებაც უფრო მეტად ძლიერი უნდა გააკეთოთ, რომ მოხდეს კონკრეტული სიტუაციის განხორციელება. თავარი არის დამოკიდებულებაც, რა თქმა უნდა. შემდეგი რაც შეგიძლიათ გააკეთოთ იმისთვის, რომ მოხდეს თქვენი სახლის ენერგეტიკული წმენდა. რაც შეგიძლია გააკეთოთ, ეს არის კონკრეტულად ყველაფერი რაც კი დამტრეული ნივთები გაქვთ, გაბზარული, დახეული ტანსაცმელი იქნება, არ დაინანო, შეგიძლია რომ გადაყარო სახლს გარეთ უნდა გაიტანო, გადაყარო არსებულ პერიოდში და რა შეგიძლია გააკეთო. ყველა ოთახში, სადაც იმყოფები, ან ძირითადად იმ ოთახებში, სადაც დიდ დროს ატარებ, შეგიძლია დაალაგო ყველა კუთხეში დამცავი ქვები. მათ ვინც არიცით, გეტყვით რომ დამცავი ქვები ეს არის კონკრეტულად ლაბრადორიტი, არის კონკრეტულად შავი აკატი, არის შავი ორმალინი, არის კონკრეტულად ვეფხვის თვალი და ასე შემდეგ. ინტერნეტში შეგიძლიათ ჩაწეროთ დამცავი ქვები, მინერალები და ამოყრეს თლიანად. ყველა კუთხეში შეგიძლიათ დაალაგოთ არსებული, ასე ვთქვათ, მინერალები. შემდეგ შეგიძლიათ აანთოთ ან საკმეველი, ან სურნელოვანი ჩხირი, ვისაც რისი საშუალება გექნებათ, მოიაროთ ყველა ოთახი კუთხეებში განსაკუთრებით, რომ ეს კვამლი, ასე ვთქვათ, მოხდეს და გაიწმინდეს და თქვენი სიტყვებით ისაუბროთ, რომ მოხდეს არსებული ტერიტორიის გაწმენდა, რომ მოხდეს დამუხტვა, გაძლიერება,
ანუ წმენდის შემდეგ რა თქმა უნდა ჯერ უნდა თქვა წმენდის თემა და შემდეგ მოხდეს არსებული სახლის დამუხტვა და დაცვის პოზიცია ყოველგვარი ნეგატივისგან ესეთი კუთხით შეგიძლიათ გააკეთოთ. ზოგადად არსებული პერიოდი საკმაოდ ძლიერი არის, საკმაოდ ასე ვთქვათ კარგი არის და უნდა გამოვიყენოთ ეს ყველაფერი ჩვენივე კეთილდღეობისთვის, ჩვენი რეალობის შესაცვლად. ასევე არსებულ პერიოდში ფიქრების კუთხით ემოციურად შეგიძლია გაუშვა შენი ცხოვრებიდან ისეთი სიტუაციები, რაც გაღიზიანებს, რაც აღარ გინდა. მაგალითად, ადამიანთან კომუნიკაცია გაქვს და შენთვის დამღლელი არის, აღარ გინდა მასთან კომუნიკაცია. შეგიძლია ვიზუალიზაციის ეფექტით წარმოიდგინო შენი ცხოვრებიდან უბრალოდ გეშვება, აღარ გწერს, აღარ გირეკავს. ანუ ხვდები ხო რასაც გულისხმობ, ესეთი რაღაცების ჩამთარება შეგიძლია. გისურვებ წარმატებას, ბედნიერებას ნახვამდის.